მე შემიძლია გითხრათ, რომ დავიბადე აფხაზეთში, იმიტომ რომ სწორედ ჩემი დაბადების წელს ბებია მიყიდა იქ ძალიან კარგი მიწა. და შემდეგ უკვე ბებია, მამიდამ და მამამ ერთად ააშენეს ეს სახლი. ეს იყო სახლი ჩვენი ბავშვობის, ეს იყო სახლი, რომელიც იმხელა ურთიერთობებზე, იმხელა სიყვარულზე და იმხელა ბედნიერებაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო დამყარებული, რომ არასოდეს ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ეს ემოცია ჩემგან არ გავა და მე მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ მოხდა ისე, რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე დავიბადე აფხაზეთში, გავიზარდე აფხაზეთში და პარალელურ რეჟიმში რა თქმა უნდა თბილისში ვსწავლობდით სკოლაში, მაგრამ ჩვენთვის ზაფხული და ზამთრის არდადეგები და თქვათ გაზაფხულის არდადეგები პირდაპირ იყო კინდრი. არც განიხილებოდა, რომ ან სხვაგან წავიდოდით, ან რაღაც შევცვლიდით მარშრუტს, არანაირად. აფხაზეთში უამრავი ნათლული მყავს. ჩვენი ოჯახები და ჩვენი მეზობელი ოჯახები, ეს უკვე ჩვენ მარტო მეზობლობა აღარ გვაკავშირებდა, ეს იყო ესეთი ნათლი მირონი, როგორც ეძახიან და აბსოლუტურად დღემდე მაქვს ყველასთან ურთიერთობა, როცა ამბობენ, რომ აი რა არის შენთვის აფხაზეთი, აფხაზეთი ჩემთვის ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი. ეს არის იმხელა ნაწილი ჩემი ცხოვრების, რომელიც არასოდეს არ ამოიწურება, არ დამთავრდება, არ არსებობს მე დამავიწყდეს, იმიტომ რომ თუ კი რამე კარგი მაქვს როგორც ადამიანს, დღემდე ეს ყველაფერი არის პირდაპირ კავშირში აფხაზეთთან. აი ურთიერთობებთან, რომელიც ყალიბდებოდა იმ პერიოდში. თუ კი რამე გამახსენდება სიკვდილის წინ, ალბათ აფხაზეთი. რა გამახსენდება წვიმის ხმაური ჭერზე, რომლის ფონზეც ისე ტკბილად მეძინებოდა. აი, წამოვიდოდა სასწაული წვიმა, უცებ გადაიღებდა და უცებ კაშკაშებზე გამოვიდოდა. ერთადერთხელ მთელი ჩემი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იქ ყოფნის მახსენდება ამღვრეული და ესეთი ტალღებიანი კინდრი. მე კინდრს როცა ვამბობ, გულისხმობ რა თქმა უნდა მთელ აფხაზეთს, იმიტომ რომ ჩვენი კინდრი გულისხმობდა სოხუმსაც, ოჩამჭირესაც, ბიჭვინთასაც, აბსოლუტურად ყველაფერს, უბრალოდ ჩვენ სახლი გვქონდა იქ და იქ ვიყავით დაფუძნებულები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თბილისიდან ისვენებდა კინდრში და როგორც წესი ჩვენ მასპინძლობდით მათ, დავდიოდით მათთან, იქვე იყო მაშინდელი მინისტრთა საბჭოს კოტეჯები და ეს კოტეჯები იყო დიდი თავშეყრის და დიდი ლხილის ადგილი. და უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა და ჩემი მეგობარი ქვია დღემდე, არის წამოყოლილი კინდრიდან, იმიტომ რომ კინდრის საზაფხულო არდადეგებზე ფაქტიურად ჩვენ მეგობრებოდით ისე, რომ შემდეგ თბილისში გრძელდებოდა ეს ურთიერთობა. მე სულ რეკავდით თქვენ როდის მიდიხართ ჩვენ ამ დროს მივდივართ აბაკეთ. ყველაფერს თავი გავარებოთ. პირადად ჩვენ სახლში. ყოველ ზაფხულს ნათესავები. აი 22-25 ადამიანი როგორც წესი იკრიბებოდა. დიდი ორსართულიანი სახლი იყო. ორ წებად იშლებოდა სუფრა. ჯერ ბავშვებს გვასაუზმებდნენ, გვასადილებდნენ, გვავახშმებდნენ, მერე უფროსები შემოუსხდებოდნენ სუფრას. ეს იყო არ ვიცი, ეს იყო ურთიერთობების ზეიმი, ეს იყო ბედნიერება. აი მეტი სიტყვა უბრალოდ აფხაზეთთან დაკავშირებით ნამდვილად არ მახსენდება და მე არ მახსოვს ეთნიკური ნიშნით ვინმე გაერჩიოს. გამორიცხული ჩვენ ესეთ კითხვაც არ დაგვისვამს. მამა ყოველთვის იყო ენერგეტიკოსი, გეოინჟინერი დადიოდა მთელი აფხაზეთი, ყველაფერი მომილი ჰქონდა ფეხით და გიჟდებოდა აფხაზებს. ეთნიკურ აფხაზებზე ამბობდა, რომ ასეთი ვაჟკაცი ხალხი არ არსებობს. არ არსებობს უბრალოდ, იმიტომ რომ მამას ჰქონდა ძალიან დიდი მეგობრობა და ეს მეგობრობა გამოიხატებოდა ყოველდღიურ ურთიერთობაში. თქვათ ჩვენმა ოჯახმა მონათლა ჩვენი წინა აფხაზების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი პირიქითაც ხდებოდა აქეთ ჩვენ მხარეს და დღემდე ვიცი ოჯახები, რომლებიც ჩვეულებრივად კონტაქტში არიან ქართველებთან, უბრალოდ სამწუხარო მიზეზების გამო შეიძლება ხმამაღლა მათ ვერ თქვან, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ასეა. ჩვენ ხო ვიცით რომ რეალურად აფხაზებსა და ქართველებს შორის არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის რომ აი ესეთ მდგომარეობამდე მივსულიყავით. ეს ხო ჩვენ ყველამ ვიცით. აფხაზებსაც და ქართველებსაც. და ამიტომ მე მინდა რომ ეს რაღაცნაირად გავიაზროთ ყველა ქართველებმა, აფხაზებმა და რაღაცნაირად წავიდეთ ერთმანეთისკენ ძალიან ისეთი დიდი ნაბიჯებით, იმიტომ რომ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ შეიძლება რომ ვიყოთ. ამიტომ ჩვენ აი აბსოლუტურად უნდა შევიმეცნოთ ეს, გავაანალიზოთ რა მოხდა, შვიდად ნოლიდან დავიწყოთ ის ურთიერთობა, რომელი ურთიერთობა ჩვენ გქონდათ საუკუნეების განმავლობაში და ეს ურთიერთობა უნდა აღდგეს. აი ეს ისტორიისთვის მოკლე პერიოდი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი, ამ ყველაფრის აღდგენა თავისუფლად შეიძლება.
ნებისმიერ ურთიერთობაში ჩვენ გვაქვს ამის შანსი და მე ძალიან მინდა მივმართო ჩემს აფხაზ მეგობრებს, დებს, ძმებს, უსაყვარლეს ადამიანებს, რომ უსაშველოდ ვენატრებიან და ვერ წარმოვიდგენია რა შეიძლება იყოს ჩვენ გზაზე ხელი შემშლელი ურთიერთობის აღსადგენად. იმხელა ძალა იყო ამაში ჩარეული, რომლის წინაშე ჩვენ მაშინ უძლურები აღმოვჩნდით. დღეს მსოფლიო გაერთიანებულია. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. ჩვენი სახლი კინთხში არის კიდევ და ის სახლი ელოდება პატრონს, რა თქმა უნდა. და მე ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე მეტად თუ კი რამე ცხოვრებაში გამიხარდება, ეს არის ის, რომ აი მიწაზე დავდგა ისევ ფეხი. შეიძლება, არ ვიცი, მიფიქრია კიდევაც, რომ გაუძლებ კი მე ამ ხელა ემოციას, რომ იქ ჩავიდე და ეს სახლი დავინახო, სადაც ჩემი სიცოცხლის დიდი ნაწილი დავტოვე, ძალიან დიდი ნაწილი. ნინო ზაუტაშვილი, აი იქ მელოდება ერთი პატარა ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგი, ძალიან ბედნიერი ბავშვობა დატოვა იქ. მოდით შემოძმებო და მეგობრებო რა. ერთი სიცოცხლე გვეძლება ყველას და გავლიოთ ეს სიცოცხლე სიყვარულში, ბედნიერებაში, ურთიერთპატივისცემაში, პატიებაში, ყველაფერში, რაც აი ამ ადამიანურ ურთიერთობებს აყალიბებს.